ბევრი წერს და მეუბნება ესეთ რამეს, რომ რატომ ვლაპარაკობ იმ სისხლიან 9 წელზე და რატომ ვლაპარაკობ ნაცებზე, როცა ნაცების ხელისუფლება აღარ არის და კარგა ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. აი, ამას მსაყვედურობენ ადამიანები, მაგრამ მე სხვანაირად ვხედავ ამ ამბავს და ჩემი პასუხი ესეთია ამ კითხვასთან დაკავშირებით. ვინც დღეს ოპოზიციის ავანგარდშია, გვარამია, მელია და ხოშტარია და ჯაფარიძე და ვინც არიან მოკლედ, ყველა ეგენი, ეგ ადამიანები ყველა იყო ან ნაციონალური მოძრაობის წევრი, ან მათი გამპრავებელი, ან მათი ტაშის მკვრელი და მაქებარი და მადიდებელი ადამიანი და იმ ზუსტად სისხლიანი 9 წელის განმავლობაში ნაცების გამპრავებლები და გამამართლებელი ადამიანები. იმიტომ ლაპარაკობ ისევ იმ 9 წელზე და იმიტომ ლაპარაკობ ისევ ამ ყველაფერს, რომ აშკარად ფაქტია და ჩანს, რომ ისევ უნდათ რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ამ ადამიანებმა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიცია ისეთი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, რომ იქ ნაცები რაღაცა უმცირესობაში არიან, ან საერთოდ არ არიან, ძალიან შემცდარან და თუ კარგად დავაკვირდებით და შევისწავლით ამ ადამიანებს და მათ წარსულს, ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ აი ამ დღევანდელი ოპოზიციის 90% ან ყოფილი ნაცია, ან მათთან კავშირში მყოფი, ან ყოფილი არასამთავრობოს წარმომადგენელი, რომელიც ნაცების გამპრავებელი იყო და ისეთი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც აი სისხლიან 9 წელს საერთოდ არ იმჩნევდნენ და ტაშს უკრავდნენ მიშას ყველა მის არასწორ საქციელზე. აი ეს არის იმის მიზეზი, რატომაც ვლაპარაკობ ისევ ნაცებზე და ისევ იმ 9 წელზე, რადგან არ მოგვცეს იმის საშუალება ნაცებმა, რომ დავივიწყოთ ის ყველაფერი, რაც იყო და წარსულს ჩავაბაროთ. ისევ ნაცების ბრალია ის, რომ აი ამ თემებზე მიწევს ისევ ლაპარაკი. რო არ ისვენებენ და რო ცდილობენ, რომ ისევ ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. აი შევეცადე მოკლედ ამეხსნა, რატომ ლაპარაკობ ისევ იმ 9 წელზე და ისევ ნაცებზე.